რა არის თქვენი შეკითხვა? თქვენ მეორე შეკითხვა გქონდათ. Როგორც მიხვდები შენ თქვი რომ ის ქადაგება რომელიც ქადაგობდნენ იესო, მუჰამედი, ან წარსული შრომავლები, ისაია კი. ეს არის სწავლება რომ ასწავლის რომ მხოლოდ ერთ-ერთი ღმერთი ალლაჰი, ისტორია და აღიარებს მუჰამედს როგორც ბოლო შრომავალი. ანუ ეხლა მე უნდა ვაღიარო ყველა შრომავლები რომლებიც იყვნენ აქამდე. კი, მართალი ხარ. და უნდა ვაღიარო რომ ალლაჰია ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. კი, და ასე მიგადავრჩები. ასევე შრომავალი მუჰამედი კი. როცა შეხედავ იესოს, მოსეს, აბრაამს, არ ლაპარაკობდნენ ინგლისურად. არ ამბობდნენ ღმერთზე ვგოდ. არამეოდ არის ილოჰ და არაბულად არის ილაჰ. ხედავ? ანუ ილოჰიმ. სხვა სიტყვა და სხვანაირად იძახდნენ. ანუ როცა მოდის თემა ღმერთზე, ანუ სიტყვა არ ამთავარი მივხვდი. კი, იმიტომ რომ ისედაც უჯერა ღმერთის. მაგითო ვიძახით ჩვენ ალლაჰს, იმიტომ რომ ღმერთს აქვს სახელი. ანუ იმის თქვა მინდა რომ ასე ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ, ხო? კი, ეს გასაღებია. ჩემი შეკითხვა არის, როცა მოვკვდებით შენ წახვალ სამოთხეში. თუ მოვკვდები ამ რწმენაზე, კი, წავალ სამოთხეში. ანუ ეხლა თუ მოვკვდები წახვალ სამოთხეში. კი, თუ მოვკვდები შაჰადაზე, მაგრამ ნახე მე არ ვიცი როგორ მოვკვდები. მაგალითად, ეს ქრისტიანი ადამიანი აქ მიიღო ისლამი, კარგი? რომ შეგეკითხა 2 დღის წინ, იტყოდა რომ მოხდებოდა სამოთხეში, ქრისტიანული რწმენით, მაგრამ ისლამი მიიღო. მისი თვალსაზრისით 2 დღის წინ ვერ შევიდა სამოთხეში, იმიტომ რომ არ იყო მუსლიმი. მაგითო ჩვენ ვიძახით რომ მომავლის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით რა მოგვივა, მაგრამ ჩვენ ვიძახით რომ ალლაჰი იძახის ყურანში რომ მუსლიმები იქნებიან სამოთხეში. ანუ ეხლავე, თუ მოგდები შენ შეხვალ სამოთხეში, თუ მოგდები სიტყვებით ლა ილაჰა ილალლაჰ, მაშინ კი, იმიტომ რომ შრომავმა თქვა, ვინც მოგდება სიტყვებით ლა ილაჰა ილალლაჰ მუჰამმად რასულულლაჰ, შევა სამოთხეში. კაი, მე თუ მოგდებით და მაგას არ ვიტყვი, რა მოხდება? ყუბრობა არ არის ეს. სერიოზული თემაა. თანახმოვარ. სერიოზული თემაა, მაგრამ თუ არ იცოდი, იმიტომ რომ ალლაჰმა ყურანში თქვა, რომ ალლაჰი არავის არ დასჯის, სანამ მტკიცებულება არ მოვა. მაგალითად თუ ვინმე, რომ სიყოს მუსლიმი, იმიტომ რომ ხანდახან ეშმაკი შეგიშლის, რომ თქვა ეგ სიტყვები, როცა კვდები, მაგრამ მუსლიმი, რომელსაც ჯეროდა მაგ სიტყვების და ჩავარდა ცოდვებში, ჩვენ ვიტყვით, რომ ალლაჰი არის ყველაზე მწყალობელი. ანუ შეიძლება რომ ალლაჰი მას დასჯის, რას ნიშნავს ყველაზე მწყალობელი? მწყალობელი ნიშნავს, მე არ ამჭირდება დაგსაჯო რომ გაპატიო. მოდი მოგიყვან მაგალითს. მე გაპატია, ნუ გეშინია. შენ მეტყვი რომ მწყალობელი ვარ, მაგრამ თუ დაგსჯი, მე მაინც შეიძლება ვიყო მწყალობელი, მაგრამ მწყალობელი ასევე ნიშნავს. მწყალობელი ის არის, ვინც აპატიებს. აპატიებს ცოდვებს და ასე შემდეგ, კარგი? მაგრამ ასევე ალლაჰი სამართლიანია. მაგიტომ ჩვენ გვჯერა რომ ისლამში თუ ადამიანმა ჩაიდიან რაღაცა ცუდი, ალლაჰი შეიძლება გაპატიოს, მაგრამ შენ თუ აწკნინე ადამიანს, ალლაჰი სამართლიანია. მაგალითად ვალი ისლამში ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა დაუბრუნო. ან თუ ვინმეს წაართი ფული, მიხვდი? მიხვდი რას ვიძახი, ხო? მე ვნევრიულობ იმაზე რომ თუ დავფიქრდები ჩვენ ადამიანობაზე და ჩვენ სამართლიანობაზე, რა არის კარგი და ცუდი? ღმერთიც გვიტყავს რა არის კარგი და ცუდი. კი. მაგიტომ ჩვენ არ აწყვიტოთ და მაგისთან ვიძახით რომ ეს არის კარგი და ცუდი. თანახმოვარ 100%-ით. თუ ვიღაცა დაარღვევს კანონს, კი. თუ ვიღაცა მოკლა ან გააპატიურა, კი. თუ მოსამართლეში ხედავს იმ ადამიანს და ხედავს რომ ის ინანა, მე შენ გაგიშვებ. კარგი? ეს მოსამართლე სამართლიანია? არა, იმიტომ რომ მოსამართლე უსამართლოდ მოიქცა და ჩაგლულის მიმართ. კარგი? მაგრამ თუ მაგან აიღო მოსამართლეს ფული და მოსამართლე თქვა, კაგე მე გიშვებ. მისი უფლებაა და აპატია. არ არის პრობლემა. მაგრამ თუ მოსამართლე მას ეტყვის, მოდი ჩვენ მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. თუ მოსამართლე მას ეტყვის, მე შენ გაპატიებ, მაგრამ იმ პირობით რომ უდანაშაულს მოკლავ. სამართლიანია? არა, კარგი. მაგითო ისლამი აქ კონკრეტულია და მე აქ დავაზუსტე ერთი მომენტი. ღმერთმა შეიძლება შენ გაპატიოს კონკრეტულად, მაგრამ მე თუ ავიღე შენი ფული. კარგი, ეხლა მონანიების პირობა უნდა დაგიბრუნო. მე ვერ მოვინანიებ თუ უბრალოდ ვაღიარე რომ ცოდვა ჩავიდინე. მე ვნანობ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მე უნდა დაგებრუნო ფული. მე თუ ვერ გიპოვე, სწავლულადმა თქვეს რომ იმ ადამიანის მაგივრად შესაწირი უნდა გააკეთო. მიხვდი? კი, გასაგებია. ჩაეთუბო როგორც კეთილი საქმე. ეგ ძალიან მომწონს. ჩვენთვის მე მგონია რომ რა შეარეთ განსხვავება ქრისტიანების და მუსლიმანების შორის, რაც შეეხება ცოდვას და რამდენად ძიმია ეს. YouTube-ზე ვნახე ვიდეო რომ რამხელად დიდია სამყარო. და ის იძახი თუ დედამიწა იქნებოდა, ან თუ მზე იქნებოდა როგორც გოლფის ბურთი და ასევე არის სხვა ვარსკვლავები, რომელიც არის უფრო დიდი ვიდრე ჩვენი მზე. კი, კარგი. თითქოს მზე გოლფის ბურთია და ღმერთი არის ევერესტი. იმხელა დიდია, მაგაში ეჭვიც არ არის. და მაგასაც ჩვენ ვერ მივხვდებით. რა თქმა უნდა, ღმერთს ფრიანად ვერ შევისწავლეთ. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრა, ბოდიში რომ შეგაწყვეტინე. ჩვენ გვაქვს სხვაობები, მაგრამ არა ცოდვის გამო მარტო.
ჩვენ გვაქვს ცხოვრებები უფრო დიდ თემებში, ჩვენ ცხოვრებები გვაქვს ფუნდამენტებში. პირველი ღმერთის ბრძანება. ჩვენ ვიძახით ღმერთი ერთადერთია, ანუ რომელზეც თქვენ იძახით რომ მამა, მაგრამ თქვენ არ ვიცი რომელ ქრისტიანობას მიყვები შენ. მე ვიცი ახალდაბადებული ქრისტიანი ან კათოლიკი აღიარებენ სამებას, კი. ჩვენ ვიძახით რომ ეს არის პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ სამება არის წარმართობა. ნივთი როგორც წინაზე ეცვებინებოდი. თუ შენ შეხედო ქრისტიანების ისტორიას, ქრისტიანული ისტორიკოსები იძახიან, რომ სამება გავრცელდა უფრო ხალხში 391 წელს. არ არის სიმართლე. არა, სიმართლე შეგიძლია ნახო. შენ იძახი ნიკეის კრებაზე. არა, ნიკეის იყო 325-ში. ნიკეის კრებაში არ იყო საუბარი სამებაზე, მანდ იყო საუბარი იესოს ბუნებაზე. მაგრამ კრება, რომელიც იყო 391 წელს, რომელიც კონსტანტინოპოლში იყო, ეპისკოპოსები შეგროვდნენ და ისინი პირველი დაისხეს ლაპარაკი, რომ სული წმინდა არის ერთ-ერთი ნაწილი სამების. და ერთ-ერთი მაგათგან იყო ათენესი. წმინდა ათენესი. ანუ რაც შეეხება რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებ, მე ვიცი რომ მუსლიმები აღიარებენ თორას. აღიარებენ ინჯილს, რაც გულისხმობს რომ მაგათ ვაღიარებთ. ანუ აღიარებთ რომ ის არის ღმერთის სიტყვა. არა, ჩვენ ვაღიარებთ რომ ნამდვილი ინჯილი იყო მიცემული იესოს. არა დღევანდელი. ნამდვილი ინჯილი რომელიც მიიღო იესო და თორა რომელიც მიიღო მოსე, ღმერთის სიტყვა, მაგრამ არა დღევანდელი. საიდან იცი? ძალიან შეკითხა საიდან ვიცი? ალლაჰმა თქვა ყურანში. მე ვიტყვი არაბულს და მე გადაგიტარნი. ალლაჰმა თქვა სურა მაიდაში. ალლაჰმა თქვა وقفينا على آثارهم بعيسى ابن مريم مصدقا لما بين يديه وآتيناه الإنجيل مصدقا للتوراة وآتيناه الإنجيل. გთხოვ გადათარგმნე, გთხოვ. იესოს ენას ვლაპარაკობდი ახლა. ძალიან მომწონს ძალიან. კარგი. ალლაჰმა თქვა ჩვენ გამოვაგზავნეთ მაგათ მერე, ანუ წინა შუამავლების მერე. მაგათ მერე იესო მარიამის შვილი. რომელსაც ჯეროდა თორასი და ჩვენ მივეცით მას სახარება. ამიტომ უეჭვდათ იესო მიიღო სახარება. მაგრამ ახალი აღთქმა რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს, იესო საერთოდ ის არ იცოდა. იქიდან რაღაცა დაწერა პაულე. ციფრები მათე, მარკო, ლუკა, იოანე. კი, იცოდი? მაგიტომ ეს არა ის ინჯილი რომელზეც ალლაჰი ლაპარაკობს. შეიძლება რაღაცას შეიცავს. მაგრამ შევედამთ ისე როგორ შეიცვალა. არა, ჩვენ მაგაზე არ ვლაპარაკობთ. არა, სხვა რამეს ვიძახი. წარმოგიდგინე მაგალითი. წინი რომელიც მე მჯერა, შამსი, ჩემი სახელი შამსია. არა ხოზეიფასგან. მე ვიტყვი რომ წინი რომელიც მისცა შამსი ხოზეიფას, მისი სახელია AB. მე მან მოიტანა წიგნი რომელსაც ქვია AB, მაგრამ ხოზეიფა არ მიიღო, სხვა მიიღო. შენ იტყვი არა, ეს არა ის წიგნი რომელიც შამსი მისცა ხოზეიფას. კარგი, მე იმის თქვა მინდა რომ ალლაჰმა მისცა წიგნი იესოს. მაგრამ ახალი აღთქმა არ იყო მისცემული იესოს. იყო დაწერილი ხალხით იესოს მერე. შენ უნდა იყო თანახმა, რომ იესო შვიდობა მას არ ქონდა, არ დაქონდა არასდროს ახალი აღთქმა, თანახმავა. ის არ ლაპარაკობდა ახალი აღთქმიდან. ახალი აღთქმა მერე მოვიდა. მაგიტომ ნათლად ჩანს რომ არ არის ეს ინჯილი. შეიძლება რაღაცა შეიცავს. კარგი, ჩემი პასუხი შენთვის იქნება. ანუ შენ ამით გულისხმობ, რომ ბიბლია ახალი აღთქმა, რომელიც ჩვენ ახლა ვიცით, არის გამოგონება. ან სიმართლის შეცვლა. იმე ასე მჯერა. ხალხმა რომელიც ეს დაწერა, ისინი მოკლეს იმის გამო, რომ ამბობდნენ რომ სიმართლეა. ისინი ყველანი მოკლეს. ეს არაა კარგი არგუმენტი. არიან ინდოელები, რომლებიც მოკლეს მათი წიგნის გამო. ეხლა არ ნიშნავს რომ სიმართლეა. ანუ სხვა რამეა. ცხოვრება თუ ჯერა რაღაცის და რის გამოც მოგდი. და იმის შორის შენ თუ მოკლეს რაღაცის გამო, რაღაცას მოიგონე. არა. მოდიეთ რამეს გეტყვი. პირველ რიგში ხალხმა რომელიც მოიგონა, მე არ მითქია რომ მე ვგულისხმობ რომ გაამახინჯეს. კი, გაამახინჯეს. და მე მოკლეს, კი, პავლე იყო ერთ-ერთი მაგათგანი. ყველა მოწაფეები პავლეს გარდა. მარტო პავლე მოკლეს. არა, მარკე, იოანე, ლუკა და მათე არ იყვნენ იესოს მოწაფეები. კარგი, ხო არ იყვნენ. მაგალითად ლუკა ნათლად არ არის მისი მოწაფე. ლუკა, კი, მართალი ხარ. ხო, ლუკა მოვიდა მერე, თანახმა ვარ. თუ შეისწავლი მანუსკრიპტებს, მაგალითად თუ დაუბრუნდები გამავიდა მისი სახელი, ქრისტიანი დიდი სწავლულია მანუსკრიპტების. და ერთ-ერთი მაგათგანი დატოვა ქრისტიანობა. რა არის მისი სახელი? ბარტ ერმენი. ბარტ ერმენი იყო ქრისტიანული სწავლული, რომელიც მიატოვა ქრისტიანობა. იმიტომ რომ ის კაცი იყო ექსპერტი მანუსკრიპტებში. მან მიატოვა ქრისტიანობა. ის არის სწავლული ქრისტიანობაში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში. ასევე კიდევ ერთი იყო. დამავიწყდა მისი სახელი ქრისტიანული სწავლული იყო. ერთ-ერთი უმთავრესი იყო, შეგიძლია გადაამოწმო მანუსკრიპტებში. მან თქვა, რომ ისინი, ვინც დაწერეს ახალი აღთქმა, მათი სახელები არავინ არ იცოდა, მერე დაწერეს მათი სახელები. მარკი, ლუკა, მათე, იოანე. მე იმის თქვა მინდა. მე იმის გჯერა, რომ პაულე, როცა კლავდა ქრისტიანებს ნამდვილ მიმდევრებს იესოსი,
მან შეამჩნია, რომ ისინი ძლიერები არიან თავის რწმენაზე. და რა გააკეთა მოატყუა და თავი აჩვენა თითქოს ჯეროდა იესოსი, რომ გაეფუჭებინა ხალხის რწმენას შიგნიდან, როცა იცოდა, უბრალოდ მოკლით ვერ მოუგებდა. მე ამის მჯერა. იცი რატომ მჯერა მაგის? იმიტომ რომ იგივე რაღაცა მოხდა ისლამურ ისტორიაში. და მისი სახელი იყო იბნუ საბა. იბნუ საბა იყო ებრაელი იემენიდან. როცა ნახა, რომ ისლამი და მუსლიმები ძლიერები არიან, თქვა, რომ მუსლიმია და დაიწყო ისლამის შეცვლა შიგნიდან. მაგრამ გამოაშკარავეს,